მოგებულია სამუთი. მედვედი აგერავა რომ ბავშვი იძახის. მიდი შვილო, მიდი. მაშა გყავს, მედვედი აგერ არის. ხო. საბუთი მოვაგვარეო. და შეხედეთ ახლა კიდე კარგში არ დაიწყო მუშაობა. შენ ხვეძებს სამსახ არ გინდა მუშაობის დასწრება. რატო იცი იგი მუშაობს უკვე? რატო უნდა კაცის მუშაობა? მუშაობს, რატო მე ვიზენაკლები ვიყავი, ჩემ ხარს ვარჩენდი. ამიტომ შენც ასე იზამ შვილო. წამოწექი შენ, დაისვენე. კაცი ხარ და გჭირდება ენერგია. დაისვენე, მაგრამ მაშას დაუწყია უკვე მუშაობა. და არჩენს ოჯახს. პატარას მე დაფარსადალი მოგეხმარებით და იქ წამოწექი შენ. წიგნის პრეზენტაცია ხელი გომთხოვეს უკვე გაგა. ხელი მთხოვეს. შენ ჭორს იგჯინავს, შენ ხახარ. მე რომ მომკლა ვერ დავწვევი. შენ არა, შენ იმუშავე დიმა. შენ იმუშავე. ხო და ასე რომ უნდა თუმე სწავლის გაგრძელება. მე ვთხარი რა სწავლის გაგრძელება უნდა, რატო იმუშაოს. გეიგე ბიჭო. ესე სწავლა რო გაეგზელებდი უკვე შენ უნდა დაგეწყო მერე მუშაობა. ამიტომ არ მიუღეთ უნივერსიტეტში, მე ჩავაწყოს საქმე და გაუნული მიღება. ხო და ხელად მიუღიათ ბარმენად მუშაობს თურმე. ბარვუმენად. იმტანად ანუ. ასე რომ შენ წამოწექი დედი და ცოლი გარჩენს. ათი შეუძლია მაშას სწავლას და მუშაობას მე როგორც ვარო რა პრობლემაა. არა არ მიიღეს აქაურ უნივერსიტეტში. შალახომ წელს გამარჯობა სალომე დეიდაო. დაპატატატო გამზადე ჭიქა უნდა ავიღო შპაკაშთან შავზე შალახომ მომწერა დავარა შალახო ასე გოგო გამზადე ბიჭო ჩქარა უნდა ვიცოყო შალახო ხო შალახო გისმენ რა იყო შვილი ვერაფერს ვერ განახებთ ნატა თავის ოთახშია? რატო? თუ სადა? არა კაც მეც მე კარგად მოწოვე მე კიდე უნდა გარავიჭრა სწორად. რაღაცა უნდა მომეყოლა ხა ამ გენსა გადამავწდა. ხო ანეკდოტი ზეაჩოს უყვარს ერთ ანეკდოტების მოყოლა ძალიან და მე მინდა ვიდეო რო უნდა ჩავწერო ერთი ამაზე. ანუ უყვარს რა, კარგად გახოთ ანეკდოტები. ანეკდოტი შედება კარგი მოყოლა ახლა. ანეკდოტი კარგად თუ არ მოყევი და მე იმაჩენია ასე რომ თბილისური ახლა და გატყლარწვევი იმითი ანეკდოტი სასაცილო არ არის. მე ასე მიმაჩნია მაგალითად. ხალხი მართავს ქვეყანას მთავრობაო. მასონები. ხო და ისა რა ქვია? ართავრობა არ მართავს, მთავრობას ჩაძახებენ, ხო, იმას იტყვის. ხო და ისა რა ქვია. მე მიყვარს ძალიან დიდად ჩემი რო ყვება ანეკდოტებს, ანუ ბავშვებიდან ყვებოდა ესე და ისე და რაღაცნაირად მომწონს სულ ერთად რო ვართ, ავდე და მოგვიყევი ანეკდოტი მოგვიყევი, მაგრამ ანეკდოტი ვაიმოშევით. ხო და ახლა ბოლოს მოყვა ეს არ ვიცი და საქართველოში ვსწავლი ეს ანეკდოტი და ბოლოს მოყვა ეს ანეკდოტი და უნდა ჩავწერო მე ვიდეო ერთ მაგაზე. ქართველი ისა ევროპელი კაცი, ბიჭი, ну კაცი ასე 30 წლამდე ხა, 30-40. ევროპელი კაცი, რუსი კაცი და ქართველი კაცი. სამი კაცი. კაცებში ვართ. და ევროპელი კაცი მოდის სამსახურიდან, დაღლილი გამოაღებს მაცივარს, აიღებს კვერცხებს, გააკეთებს კაი ომლეტს, დააჯდება შეჭამს, მოალაგებს და წავა. რუსის კაცი, გამოაღებს მაცივარს, აიღებს კვერცხებს,
გააკეთებს იმას რა ქვია, ყიყლიყუებს, შეჭამს კარგად. დარეცხავს ყველაფერს მიასუფთა ესა. ქართველი კაცი გამოაღებს მაცივარს, მოიფხანს კვერცხებს, ასე უნდა თქვა ახლა ანეკდოტი რო არა, უნდა თქვა უზრდელობები, ისე არ შეიძლება. მოიფხანს კვერცხებს და ამბობს. დედა რა გვაქვს საჭმელი? ახლა ვინმე არ დაწვი, ახლა რომ ეთქვა ევროპელზე, კაი და ცუდი და იმაზე გატყდებოდა ერთი ამბავი. აი ეს არის. ჩემი ქმარის აკეთებდა, ჭამდა, ალაგებდა და თან ჩემი ბლესკი სადაა და ვერ ნახე, სადაა, მაგენ რომელ ჩანთაშია? არა, შენ არ ახარ, რატო იცი შენ ხარ ახალი თაობა. მე ხო ვახსენე 40 წლის ხო დაახლოებით. ჩემ გოდებზეა ლაპარაკი. შენ ახალი თაობა ხარ, ახალი თაობები არ არიან მასე. ახალი თაობები გოგოებით შეიცვალენ და ისინიც ჩვენ რა ვეღავით ადრე მასე მარტო იმას რო უყურებენ და დედა არა ახლანდელი თაობა ძალიან კარგად აზროვნებს და მომწონს. ნუ მაგ კუთხით ახლა ურთიერთობების და იმის კუთხით. რატო აცადო? და მასაჟებს მეუბნება ერთი ქალი აქ მასაჟისტია და ქართველია და სანამ წავალ საქართველოში სახის მასაჟებს გაკეთებო და ერთი ვერ მივედი მაგამდე. ვერ მივაღწია მაგამდე. დედა რა ამბებია? ჭყლენტოა ავტობუსში. რატოა ტატო ჭყლენტო ავტობუსში? ბიჭები ბუდებიან, პრიზადა გოგო ყვავილი. კი, მაგი მასეა. აი მე რა კითხებია ეს? რა არის? სადა ვართ? თქვენი ლოგიკით რა სათარდება სახელმწიფო, სად იწყება მოქალაქის ვალდებული? მომისინე შვილი, მე მერად რომ მოვალ ბაღდათის მერად, მე დამისვი მაგ კითხები, ჩემო კარგად. დღე ახლა მოჩემაწოხებ. გაგვახნები აბიტურიენტებიო. უი, რომელი ვიდეოს ჩაწერა მინდოდა? ქულების ვიდეო რომ აქვს, ქულები რომ აქვს, ტატო. ქულები რომ აქვს, იმ ვიდეოს ჩაწერა მინდა, რა ქულები მომივიდა. აქ უნივერსიტეტში შევიტანე ისენ. აუ, ნახე ეს ფერები რა ტანსაცმლის ფერია, ნატა. ანუ ესეთი ტანსაცმლის მაცვია. ნახეთ, ესეთი შარვალი მაცვია და ესეთი მანიკური მისია. ნახეთ როგორი ის უხდება. დედა და მე ხო იცი პირველი ვარ ვინც შეაბარა ეროვნული გამოცდები. პირველები ვიყავით ჩვენ. საერთოდ არ ვიყავით რა ხდებოდა. ხო და ისა რა ქვია. ახლა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად აქ რაღაც ელის უნივერსიტეტში მჭირდებოდა ქონდა თუ არა მანდ ბაკი აღებული, ანუ ეროვნული გამოცდების ის თუ მქონდა. და რა ქულებით ავიღე. და გამოვაგზავნია დედაჩემს, ანუ დედაჩემ ჩავამიტანა. და ჩავწერ მაგაზე აუცილებლად ვიდეოს. რუსულში მყავდა მაქსიმალურად თამაში ახალი ახლა დამავიდა ცოტა რუსული და პრაქტიკა არ მაქვს და მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავ. მიგონი 95 მყავს რუსულში. ხო და ისა რა ქვია. ქართული და ზოგადუნარები, ვერბალური და მათემატიკური ნაწილი. მე მგონი ვერბალური ყველა სწორი მქონდა, მათემატიკური ყველა შეცდომით. მე სააკაშვილის დროს შემოვიდა ეროვნული გამოცდები, პირველები ვიყავით ჩვენ. პირველ წელი ვის ჩააბარა ვიყავი მე. რა შეგხვდათ? ვეფხისტყაოსანი შეგხვდა ვიღაცამ თქვა. უნარებში აიღე? უნარებში მათემატიკურ ნაწილში ავიღე დაბაი და ვერბალში არა. იმიტომ რომ მათემატიკა არ მოყვარდა. ჯაყოს ხიზნებიც იყო? არ დაგმატოთ მე და ის იქნება. კაცო ახარო თქვენ ყველა ემზადებოდის და რატო ვერ უნდა დაგეწერათ?
ნატა რამე ტრენდი ხوار გადაგვიყო დღეს რო გავართ. გრიგოლ ხანძთელი იყო, არ მინდა ვერ ვიტყვი მომავალში რომ მომიწევს ჩავჭ. გრიგოლ ხანძთელი თუ იყო? ჯაყო ვეფხისტყაოსანი და გვირთავ არამიო, აი. ასაცვენი არ მაქვს. ახალი მიჭირდება რა. შენ თვითონაც არ აგავდა. მაქვს, მაგრამ არც ერთი არ მომწონს რა. სარმაცებად სალომედეი და ბავშვებიო. ხო, მეც მასე არ ვიყავი. თორე ახლა ეროვნულს ვინც აბარებთ, მაგარი მომავალი აქვს საქართველოში. ნატა ვერ არჩევს წასასვლელებს ახლა და არ უშხათ რამე გაჩვენეთ, რომ დაგლანძღავთ ყველას. კიდე რეალობას უძახ. დაგლანძღავთ. მომის ნაკაც ეგრეა ეს. აი გოგო ხარ მარია. მაგრამ ვერ იწყებ მუშაობ ადგილები აღარა სამსახურში. ადგილები არ არის ხო. ახლა ეს პატარა ქალაქები. მე კაცო მე რო შევქნა ახალ ქვეყანას იქნება სამუშაოები. და მოხვალთ არა პრობლემა. მე ხო დავდივო ვიდეო და არჩეული უკვე. მე მაქვს ნატაო იმით ავირჩიეს პროფესიაო, რაო? სამსახურიო. ვინო? ვინ თქო? იმა. ახლა ხო ყველას თუ არა აქვს ხო? ურავლესობას არ აქვს. ვაიმე ვინ არის ეს? შანტაჟისტი. სუდის მიკეთებ ესე იგი ოპერაციას? ეპილაცია. თუ მთავრობა არაფერზე პასუხისმგებელი, მაშინ რატომ ცდილობენ ყველა არჩევნების წინ გაიმარჯვენო? რა ვიცი გომე? არ შემოგარტყას. შენ ვერ შემოგარტყოს, მაგრამ მე არ შემომარტყას. რა? ფეხი ვაუწია? არა. ფეხი შემოგარტყოს. შენ რო ქვირი ხარ. დედა მომისი. მართალია ნატაო აქ სწავლა ფულის ყრაო. ისი ყრა? ფულის. ფული რატო? აბა, ყველა გადაარჩობა. სხვათა შორის რატო ამბობთ ფულის ყრაო? ახლა ვინც ჩააბარებთ იმაზე უფასო ხოა? უსწავლა? ახლა მოიჭა გამოცდები. უზდელებო. ხო არის უფასო ფაკულტეტები? მაინც იწულებენ ახლა რასეებს. ნატა არის კურო. მე ამჯერად დიაგნოზების, მაგრამ ტატუსი დავიხატა კუროს, იმიტომ რომ საყვარლობაა და პატელა და ისინი ქებიო პატელა. ხო, რაც გინდა ის უნდა გიყვარს ის უნდა გააკეთე. მე არაფერი არ თუ არ გიშლის და მე არ მინდა მუშაობა, არაფერი არ მაქვს საყვარელი სფერო, ანუ რა დავუშვით, რაზე უნდა გინდეს მუშაობა. მე ლომი კარ. მაშინ იომი. ბანკში აი რა ყველგანს ფულები და რიცხვები რო ამე ხო შემოწოხებული. ადვოკატად რა აი დღე და ღამე იმაში ხარ. ისა გადმოგადგება, შენ ადვოკატი კი არ იქნები, ადვონატა, ასე იქნები. ადვონატა. არა, ადვოკატა. ადვოკატა. ნატას დასვენება უყვარს. მე ხო აი ისეთი ბონჟურს უნდა ღ ბოლოში, ბონჟურ. აი ინფლუენსერობა მინდა. მაგრამ ქართველი აუდიტორია არ მინდა. რაღაცა ბავშვებს თვალი ხარ მეცა თქვენ გეცათ იგი. 18-ის რო გავხდები შექმნი ახალ აკაუნტს. ფრანგულად. ხებზებია ფარსადანიც. მომისმინე რა ამათ რო უსმე, უფრო რაღაც გელაპარაკები დედა. ჩემი კომენტარი წაიკითხე გელაპარაკები აგერ. ხო. 18-ის რო გავხდები ვქნი ახალ აკაუნტს ფრანგულს, კარტა მექნება თან უკვე ბანკის, მივუთითებ. დავიწყებ ინფლუენსერობას. თან მაგდოს უკვე 2 წელში ჩემი ახალი ფოლოვერების გადმოვლენ ჩემ აკაუნტზე, ახალ აკაუნტზე. რა ვთქვი, ხა მომიყევი. გადმოვლენ ახალ აკაუნტზე ჩემი გენიო. შეხედე, არ მისმენს ხალხო. და მომისმინე, გავხდები ინფლუენსერი ფრანგებში და უცებ ვიშოვე, აგერ ნახო თუ არ. კი ბატონო. 1 მილიონზე 1 მილიონ ფოლოვერზე რო ავალ, მე ნახეთ. აგჯერა ხო? ფრანგულად უნდა ილაპარაკო. მე ხო, ფრანგულად ვილაპარაკო. და ფრანგული არ ვიცი თუ? ხო, არ ვიცი ერთი. უძდელები ესენი. მე გისერე და ყველაფერი გამოგიბაო. ძიმა. გაიხარე, გამახარე. როგორ ზაღლი და ღორი გარეთ ახვალ გავიდეთ ჩვენც? დედა რა ჩავიცვა? რო ვიყავი მაღაზიაში რა კაი რაღაცა, მაგრამ აი ვერ იყიდი უბრალოდ ხალხო ძალიან ძვირი ღირს. ერთ შორტი კი რა ვიცი 40 ევრო. გამოიწვია თემურიადან. თემურიადან გამოწერე შენ რამე და ბრენდი. რატო თემოგლახა ბრენდია? მაგით თუ გამოვიწე კუპანიქს და რა ეგეთ რაღაც პაჭი-პუჭუებს და ეგეთ ტანსაცმელი. ახლა აღარ ცხელა. ტანსაცმელი არის. რა ტანსაცმელის არ უნდა გქონდეს, ალბათ მაინც იგი იქნებაო, ნატას არ იცოდება რა ჩაიცვას. ხო მე სულ ახალი მინდა, რა? არასდროს ექნობაზე ჩააბარეო სამსახური გექნება